ახალ წელს. მე მინდა გიხსნათ თუ რატომ გილოცავთ დღეს. ახალი წელი ეს არის საერო დღესასწაული და იგი აღინიშნებოდა სხვადასხვა დროს სხვა რიცხვებში და თვეებში. მაგალითად მარსში საეკლესიო ახალი წელი არის 1 სექტემბერს. მე მინდა გისურვოთ ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, კეთილდღეობა. უპირველეს ყოვლისა სულიერი კმაყოფილება, იმედი ხვალინდელ დღისა. მე მინდა გითხრათ თუ რა გზები არსებობს ადამიანის ბედნიერებისათვის. ერთ-ერთი მცნება მეტყველებს, რომელიც უფალმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს. პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. აი, რათა კეთილი გეყოს შენ, ესე იგი ბედნიერი იყო, შენ უნდა სცე პატივი, მიაგვა პატივი შენს მშობლებს და უფროს თაობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თაობათა შორის კავშირი იყოს. მე დღეს განსაკუთრებით ულოცავ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და მე სიხარულის და სიყვარულის მეტი არაფერი მინახავს. ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენ შორის იყო, ეს გარეშე მტრების მიერ იყო ინსცენირებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით და ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ვართ სისხლით ნათესავები და ამიტომ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ მალე კვლავ ერთად ვიქნებით. მე მინდა გისურვოთ სულიერი კეთილდღეობა, სულიერი სიმშვიდე. ეს კი წარმოსდგება რწმენიდან. სარწმუნოება უნდა ჭეშმარიტი, სარწმუნოება უნდა გააჩნდეს ადამიანს. ადამიანი უნდა ლოცულობდეს. უფალი ბრძანებს ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ. ვთხოვოთ უფალს საქართველოს თლიანობა, საქართველოს კეთილდღეობა და უფალი მოგცემს ამას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. კურთხევა უფლისა თქვენზე და მისი სამადლითა და გასმოყვარებით. ყოვლადვე აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.